რუსეთში ატყდა განგაში. პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეიძლება გადასცეს, ეს არის ტომაჰავკის რაკეტები. ამერიკელებმა უნდა გაისროლონ. პუტინი არ თვლის, რომ მილიონი კაცის დაკარგვა მისთვის დიდი საფასურია. ყოველთვის უნდა გქონდეს რუსების ხისთავიანობის იმედი. აი, ალასკაში რო დრო გაწელა, აი ამ გაწელილ დროში. რა მიიღო? მისთვის ომის შეწყვეტა ნიშნავს პირად კატასტროფას. რა ვიცი, აქედან რო გავიდეთ ფილარმონიასთან, დაახლოებით ამხელა მანძილით წაიწიეს საშუალოდ რუსებმა 1 წლის განმავლობაში. დავამატებ მაშინ პოზიტივს. ყველაზე მეტი ფული ჭირდება ომის წარმოებას. და ფული თუ აღარ გექნება, ომს ვეღარ აწარმოებ. მისი ეკონომიკა გაუარეს და წინ არათუ ვერ წაიწია, ცოტა უკან დახევაც მოუწია. ჩრდილო კორეამ ჰუმანიტარული დახმარების სახით რუსეთს გაუგზავნა AI-95 ბენზინი. ჯობია ამას გავეცალო, ვიდრე ამას ჩავყვე საფლავში. რუსეთს ჩინეთი არ ჩაყვება საფლავში არანაირად. ამ ტემპებით რო გააგრძელოს რუსეთმა, სადღაც პუტინი იქნება 150-155 წლის და ჩაუშესკუს მომენტი არავინ არ იცის რა დროს დადგება. და ყველას ახალ დიქტატორს და ავტორიტეტს გონია, რომ ის იმასავით არ დაასრულებს. ეს კაცი არის შეუცვლელი და 2 საათში ყველაფერი იცვლება. მე მგონი მშვენივრად შევითავსე ტრამპის ადვოკატობა.